ჰააგის ტრიბუნალისკენ მიმავალმა ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა განაცხადეს, რომ ისინი არ არიან მზად დიალოგისთვის, თავარ ორ საკითხზე, რაც კრიზისის გადაჭრის ერთადერთი შესაძლებლობაა, ეს არის ერთი პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მეორე სამართლიანი არჩევნების გამართვა, საპარლამენტო არჩევნების გამართვა ამ ქვეყანაში, ისინი ამ ჩაკეტილი პოლიტიკური ძალადობრივი დისკურსით იმოკლებენ გზას ჰააგისკენ, ჰააგის ტრიბუნალისკენ და თავის მხრივ კრიზისში, უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში ტოვებენ საქართველოს სახელმწიფოს. ფაქტობრივი მოცემულობაა ის, რომ სანამ ქართული ოცნება არ გახდება იძულებული, რომ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რაზეც მზაობა უნდა გამოხატოს ყველა პოლიტიკურმა აქტორმა, მანამდე ეს ქვეყანა იქნება ჩაძირული ძალიან დიდი რისკების ზღვაში, რის დაზღვევაც ლელოს საკუთარი პასუხისმგებლიანი და სახელმწიფოებრივი განცხადებით და პოზიციით უნდა და ჩვენ ამ პოზიციას არ შევცვლით, მანამ სანამ ქართულ ხალხთან ერთად არ ვაიძულებთ ივანიშვილს, რომ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, უკან დაიხიოს, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და ჩანიშნოს ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები.